საერთაშორისო ფესტივალი ღამის სერენადები მრავალი წელია კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ჭეშმარიტ ხელოვნებას აზიარებს. ბათუმი თბილისის მე-10 საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი 22 აგვისტოს ბათუმში გაიხსნა და 4 სექტემბერს თბილისში დასკვნითი კონცერტით დასრულდა. ფესტივალი ღამის სერენადები ცნობილი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის ლიანა ისაკაძის ინიციატივით 1982 წელს დაარსდა და 9 წლის განმავლობაში ბიჭვინთაში დიდი წარმატებით ტარდებოდა. აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ ფესტივალმა არსებობა შეწყვეტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ 2009 წელს ისევ შავიზღვისპირეთში ბათუმში განახლდა. 2014 წლიდან მას უკვე თბილისის მასპინძლობს და ბათუმი თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდება. ფესტივალის ფარგლებში 2 სექტემბერს აფხაზეთისადმი მიძღვნილი კონცერტი კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. საღამოზე დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც შედგა. სმენელის წინაშე კამერული ორკესტრის საქართველოს ვირტუოზები ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით წარსდგა. კონცერტზე სხვა ცნობილ ნაწარმოებებთან ერთად კომპოზიტორ იოსებ ბარდანაშვილის სერენადა შესრულდა, რომელიც მუსიკოსის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონცერტის მეორე ნაწილი ცნობილ მევიოლინეს გია იაშვილს დაეთმო. ჩემთვის ძალიან მღელვარე დღე იყო. ძალიან მიხარია რომ ნაწარმოები დაბრუნდა სწორედ იმ დარბაზში, საიდანაც დაიწყო მისი ასე ვთქვათ აღსვლა. ნაწარმოები ბევრჯერ შესრულდა უცხოეთში, დიდი წარმატებით და მიხარია რომ ისევ საქართველოში დაბრუნდა. მე ამაყება რომ მას უკრავს ნანა იაშვილის ბიჭი გია იაშვილი, გამოდის რომ ქართულ მუსიკაში ჩემმა კონცერტმა მონახა თავისი გაგრძელება. მე იმედი მაქვს რომ კიდევ ბევრი სასიამოვნო, საინტერესო დღესასწაულს მოგიზვნით საქართველოს, ჩემს ისრაელს, სადაც დღეს მე ვცხოვრობ. ასევე მსოფლიო მუსიკალურ საზოგადოებას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა თავის გამოსვლაში ის წლები გაიხსნა, როცა ეს პოპულარული ფესტივალი ბიჭვინთაში ტარდებოდა. ვახტანგ ყოლბაიამ იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთში დროებით შეწყვეტილი ფესტივალი უახლოეს მომავალში ისევ ბიჭვინთაში განახლდება და ქართველები და აფხაზები იქ ჩასულ სტუმრებს ერთად უმასპინძლებენ. ვახტანგ ყოლბაიამ საერთაშორისო ფესტივალ ბიჭვინთის ღამის სერენადების დაარსებისა და ქართულ-აფხაზური კულტურული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლისათვის ლეგენდარული მევიოლინე ლიანა ისაკაძე მადლობის სიგელით და სამახსოვრო სუვენირით დააჯილდოვა. საჩუქრები ლიანა ისაკაძის მიშულს გიორგი ისაკაძეს გადაეცა, რომელიც წელს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდათ. ეს უკვე საიუბილეო მე-10 ფესტივალია. ეს არის ძალიან სიმბოლური ფესტივალიც. რამე თუ ლიანა ისაკაძემ აფხაზეთში მშვენიერ კურორტზე ბიჭვინთაში დაარსა ეს ფესტივალი. ის რომ აღარ არის შესაძლებლობა აფხაზეთში განვაგრძოთ ფესტივალი, რა თქმა უნდა, სევდი გვავსებს, მაგრამ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დროში ეს აღდგება. 2009 წელს ლიანამ ბათუმის მერიისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით განაახლა ფესტივალი ქალაქ ბათუმში. უკვე რამოდენიმე წელია ფესტივალი ტარდება ბათუმშიც და აგრეთვე თბილისში. მრავალფეროვანი პროგრამა შევთავაზეთ მსმენელს, ჩავატარეთ ძალიან დიდი წარმატებით. ჯილდოც მივიღეთ. დიდი მადლობელი ვართ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა, ბატონი ვახტანგ ყოლბაიასი, რომ დაგვესწრო. მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ აფხაზეთში აიდგა ფეხი ამ ფესტივალმა. მე ბათუმმა გადაიბარა ეს ესტაფეტა, დღეს თბილისში შესანიშნავად აგრძელებს ტრადიციებს. წუხარ იმის გამო, რომ აფხაზეთში არ აქვს საშუალება მოისმენონ ის, რითაც ჩვენ დღეს ვამაყობთ და სიმართლე გითხრათ ძალიან წუხარ რომ ის ურთიერთობა, რომელიც ამ მუსიკამაც, ამ ფესტივალმაც შეძინა ქართულ აფხაზურ ურთიერთობას, ეს ურთიერთობა დროებით შეწყვეტილია. მე დღეს გავაჟღერე ინიციატივა, რომ ეს ფესტივალი კარგი იქნება თუ ჩატარდება რუხში და ეს ტრადიცია გაგრძელდება. აუცილებლად ჩვენ მივიტანთ ამ მუსიკას ისევ ჩვენ მსმენელამდე, მივიტანთ აფხაზეთში და დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზები და ყველა ის ხალხი, ვინ ჩვენ გელოდება, სიამოვნებით დახვდება ამ ფესტივალზე და უმასპინძლებს. კონცერტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.